გუშინ გაკეთდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან განცხადება სანდრო ბრეგაძის კომენტართან დაკავშირებით, როდესაც მან დაგმო ირაკლი ვაჭარაძის განცხადება პატრიარქთან დაკავშირებით, როდესაც პატრიარქი მოხსენიებული იქნა როგორც ქართველი ხალხის მტერი და რუსეთის აგენტი და რა ვიცი 1000 ბრუნვაში ეკლესია და პატრიარქი იქნა მოხსენებული. იცით რა არის თმენის ვალდებულება გააჩნია რას ეხება. როდესაც ჩვენ ვახალისებთ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო, რაც განცხადება, რაც გაკეთდა არასამთავრობოების მხრიდან, ეს არის წახალისება, რომ შემდგომში მსგავსი ტიპის განცხადებები გაკეთდეს. ესე იგი, თურმე თუ კი პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ და მას მოიხსენებენ როგორც ქართველი ხალხის მტრად, როგორც რუსეთის აგენტად, ჩვენ ამას უნდა შევხვდეთ დუმილით და ესე იგი გაგებით. და როდესაც ჩვენ ამ რაღაც პოზიციას დავაფიქსირებთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, ეს თურმე ყოფილა სიტყვის და აზრის გამოხატვის ხელყოფა. ერთი სიტყვა არ არის ნახსენები იმ განცხადებაში, რომ თურმე ეს განცხადება, რაც ვაჭარაძის მხრიდან იყო გაკეთებული, ეს იყო მილიონობით ადამიანების რელიგიური გრძნობების უგულებელყოფა და შეურაცხყოფა. აი სად არის აქ რეალურად ვინ იწოდება უფლებადამცველად, რომელიც შეურაცხყოფს სხვების მილიონობით უფლებებს? ეს არის ჩემთვის გაუგებარი ფაქტი. აქ იმაზე კი არის საუბარი, ჩინოვნიკი გააკეთებს ამ განცხადებას თუ უბრალო მოქალაქე. უბრალოდ მსგავსი ტიპის განცხადებებს საკმაოდ შევეჩვიე ჩვენ. მე სიმართლე რომ გითხრა არც ვაპირებდი ამაზე გამოხმაურებას, ანუ ვაჭარაძის განცხადებაზე, მაგრამ მე აღმაშფოთა თვითონ ამ არასამთავრობოების პოზიცია, იმიტომ რომ თუ კი შენ შეშფოთებული ხარ იმით, რომ თურმე ირაკლი ვაჭარაძის მიმართ გამოითქვა პოზიცია, რომ ეს ავანტყოფი ადამიანია და მეც ვიძახი ამას. ეხლა ნორმალური ადამიანი იტყვის ადამიანი იმას, რომ საქართველოს პატრიარქი ქართველი ხალხის მტერი არის. მართლა ავანტყოფია ეს ადამიანი. და რა იყო აქ რა იყო აქ შეურაცხყოფელი, ან რა არ იყო სწორად ნათქვამი. რომელი ადამიანმა შეიძლება თქვა, თქვენ კარგად მოგხსენებათ, რომ ირანმა ომი კიდაღამ დაიწყო დანიასთან, როდესაც მუჰამედის კარიკატურა დაიბეჭდა ერთ-ერთ გაზეთში. და მე იცით რაშია საქმე, გაკურვებული ვარ ამ ხალხის, ესენი ვინ არიან საერთოდ, ჩემთვის არის გაუგებარი. იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანები არავითარი შეგრძნება არ აქვთ, რა ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ ამითი ადამიანებს გუსტკენენ. ეხლა იცით რაშია საქმე, როდესაც ჩვენ აი ესეთი განცხადებებით ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ ერთი ადამიანის პატივი და ღირსება შეილახა და მილიონობის ადამიანის, რომლებმაც მიიღეს საკმაოდ დიდი ტრავმა, ამით რომ პატრიარქი მოხსენიებული და ქართველი ხალხის მტრად და ამაზე განცხადებას ვაკეთებ, შემდგომ ვახალისებ, რომ სხვემაც ამავე ტიპის განცხადებები გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისვა საკითხი საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომ მიღებული იქნას კანონი, რომლის თანახმადაც აი რელიგიური მიმდინარეობები, სიწმინდეების შეურაცხყოფა იქნება დასჯადი. ეს მარტო ეკლესიას კი არ ეხება, ანუ მუსლიმებზეც არის საუბარი, სხვა კონფესიებზე, აქ მარტო ერთ ეკლესიაზე არ არის საუბარი. ჩვენ ყველა მიმდინარეობის მიმართ შეურაცხყოფელ განცხადებებს გამოვეხმარებით და გმოვთ, მაგრამ ჩემთვის არის სრული გაუგებრობა ამ ხალხის აი ესეთი პოზიცია. და ისინი არიან ორმაგი სტანდარტების მქონე ორგანიზაციები, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ეკლესიას არბევენ, ამაზე განცხადებას არ აკეთებენ. და როდესაც საკითხი არ არის შესწავლილი აი იმ სადაო შენობასთან დაკავშირებით, გამოდიან და იძახიან, რომ მაგალითად მუსლიმების უფლებები ირღვევა და ამითი გარკვეულწილად პირიქით რელიგიური შეუმწყნარებლობის შუქს აღვივებენ ქვეყანაში. მე ეხლა სიმართლე რომ გითხრათ, სანდრო ბრეგაძის ადვოკატი არა ვარ და არ სანდრო ბრეგაძის ინტერესებს ვიცავ ამ შემთხვევაში. მე უბრალოდ მინდა დავაფიქსირო პოზიცია, რომ ამ ადამიანებმა ირაკლი ვაჭარაძეს იმდენი ზიანი არ მოუტანია და იმდენი შეურაცხყოფა არ მოუტანია ხალხისათვის, რამდენიც ამ 10 ორგანიზაციამ, რომელმაც ხელი მოაწერა გუშინ ამ განცხადებას, იმიტომ რომ ამ ხალხმა ერთი სიტყვა არ თქვა და ფაქტიურად წაახალისა ის შეუწყნარებლობა, ის აღვირახსნილი დამოკიდებულება ეკლესიის და პატრიარქის მიმართ, ეს უფრო დიდი დანაშაულია ჩემთვის, ვიდრე იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც ყველამ ვიცით რა პოზიციებს ავლენს და ვინ არის და რა არის ეს ადამიანი. და მე მიკვირს ეს ხალხი რაში იღებს გრანტებს, რომ რეალურად პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ გამოთქმული ესეთი შეურაცხყოფელი განცხადებები და ესეთი აღვირახსნილი კამპანია წაახალისოს? აი გაუგებარია ეცით რა და მე მედია მარტო სამოქალაქო სექტორის პოზიციას წარმოაჩენ. კაი, რა სიტყვით აი ამ
არა, თქვი რასაც ვიტყო, რომ ჩვენი პირველი ეხა მე არ მინდა გავიგივდეს ეხა ამ სამოქალაქო სექტორი. ხშირად აი მედიაში არის ესეთი ნიუსი გადის, რომ აი სამოქალაქო სექტორის პოზიცია. და რატომღაც გონიათ, რომ ესენი არიან რაც უფრო ვინც არის გაპიარებული, ესენი არიან სამოქალაქო სექტორი და ვინც საკმაოდ არ ხდება მედიის თვალსაჩინოს არეში და ესეც გარკვეული მიზეზები არის და ამაზე ეხა სხვა საუბრია ეს არის ყველას პოზიცია და ჩვენი მოთხოვნა არის, რომ კანონმდებლობამ შევიდეს ცვლილებები და ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობის კონფესიის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა იყოს დასჯად. ბუსუსებიან პრეზერვატივებზე საუბარი არ არის მარტო ისა რა ქვია საქმე. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი უკვე არის ლუსტრირებული. მე მაქვს საუბარი საიაზე, საერთაშორისო გამჭვირვალობაზე, იმიტომ რომ ეს ხალხი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. იმიტომ რომ როდესაც გამოდიხარ და თურმე ესე იგი მე შეურაცხყოფას რომ მომაყენებენ, ჩემთვის ეხლა მაგალითად, ეხლა მათ ოფისიდან რომ მივიდეს და დედა რო აგინოს ვინმე. გაგაბოვლე და არ გასცემენ პასუხს არ იმასებ და ჩვენთვის პატრიარქის შეურაცხყოფა. ამაზე უარესი არის. ხო, ანუ კაციშვილი არ გამოდის და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ვინა? ანუ არავინ არ გამოდის. არა, მედია არ აშუქებს თორე როგორ არ გამოდის. ეხლა 1000 განცხადება გაკეთდა იმისი რომ ესენი არიან აღშფოთებული საიას საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადები. არა, მე რა ვქნა, ეხლა მეც იგივეს ხوار გავაკეთებ, არა. ეხლა ირაკლი ვაჭარაძე ყველამ კარგად ვიცით ვინ არის და რა ადამიანია ეს. მთელი თავისი მოღვაწეობა გადახედეთ, მთელი თავისი მოღვაწეობა არის პატრიარქზე და ეკლესიაზე თავდასხმა. შეიძლება შენ არ მოგწონდეს. ხო და როდესაც არ ჟის. ხო და ამიტომ მოუწოდებ ჩვენ კანონ. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე დიდი, ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. ეხლა ეს ერთი პრესკონფერენცია კი შემოიფარგლება. აი ეს ადამიანები, მე მგონი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ პასუხს. და ამას თქვენ გაიგებთ უახლოეს პერიოდში. არა ისეთ რაღაცა ძალის მიერ და რაღაცა არასამართლებრივ და რაღაცა ჩვენ არ ვართ მათგან განსხვავებული. ჩემთვის მაგალითად იცი რა არის ორმაგ სტანდარტებზე რო ვსაუბრობ. აი გამოდიან და მაგალითად იქ ღორის თავი ხო ჩამოკიდეს, არა? ეს იყო ჩემთვისაც არ იყო საქციელი, ნორმალური საქციელი. და იმ დროს, როდესაც საპატრიარქოსთან ვიღაცები მიდიან და დიხლოფოსებით დეზინფექციას ატარებენ, მithum საპატრიარქოს, იმ დროს, როდესაც აი შეურაცხყოფელი კამპანია მიდის პატრიარქ, ამაზე ხმას არ იღებენ და მე ამ მიჩნდება კითხვა, რომ ისინი გამოხატავენ და იღებენ გრანტებს იმაში, რომ რელიგიურ ამ შემთხვევაში ეკლესიას და საპატრიარქოს დაარტყან. მე სხვათა შორის ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, ერთ-ერთი ავტორიტეტული არასამ ფონდისგან მიიღო დაკვეთა, რომ თუ გინდა შენ მიიღო სერიოზული დაფინანსება, ხო იცი, უნდა ჩარჩე იმ ჩარჩოში, რომელიც ითვალისწინებს პატრიარქის და ეკლესიის მიმართ განხორციელებულ შეტევას. და რა თქმა უნდა, უარი თქვა. მე ხა იმის მაგერად ვერ დავასახელებ, ვინ იყო და რა ფონდი იყო, მაგრამ ცნობილი ფონდია და საკმაოდ სოლიდური ფონდია საქართველოში. და მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი მიზანმიმართულად მოქმედებს. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი ტიპის განცხადება არ დარჩებოდა, აი ესე, მაგრამ ჩვენ შევეჩვიეთ უკვე და ეს შეჩვევა უკვე, იცით, ენა შეაჩვიეს ამას ყველაფერს. ეს ეხლა რელიგიური გზნობების შეურაცხყოფაა, მაგრამ თურმე აი სადრობ რეგაზებს შეურაცხყოფა მიეყდა. რა შეურაცხყოფა მიეყდა? კაცმა გამოვიდა თქვა, რომ ეს არის ამატყოფი ადამიანი და ასეთი განცხადების გამო შეიძლება მას ქუჩაში ვინმე დახვდეს და რაღაცა გაუკეთოს. ამა ხო არ თქვა რომ მე გავუსწოდო და მართლა შეიძლება გაუკეთოს, ეხლა რო გაიგებს ვიღაცა პატრიარქის შეურაცხყოფას აკეთებს, ხო შეიძლება ესეთი ინციდენტი მოხდეს, არა? და გამოვრიცხავთ ამას? მაგრამ ეს არ არის მოწოდება, რომ მოდი ეხლა ჩვენ გავუსწორეთ ვიღაცას. მაგრამ ირაკლი ვაჭარაძეზე უარესებია ეს ხალხი. იმიტომ რომ ირაკლი ვაჭარაძე ვინც არის კარგად ვიცით, მაგრამ ეს ხალხი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალისებს ამ ტიპის განცხადებებს. მიდი თქვენს გააკეთეთ და სიტყვის თავისუფლება და აზრის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მე შეურაცხყოფა მომაყენო შენ და მე თურმე მე ამას დუმილით უნდა შევხვდე. თქვენ ხო ქრისტიანები ხართ და მე მიკვირს, აი მედიის მიკვირს, ეხლა თქვენ ხო ამაზე სერიოზული განგაში სატეხოა საჭირო. იმიტომ რომ არ შეიძლება, იცით რა არის ხა ამას მე ყველაფერი როგორ არის, მე ეგრე თუთფერიზე გამოხდა, ხა ერთი თუთფერიზე ყველა ქვეყანას ხო უნდა ყავდეს, არა? ნუ გამოვიდა და ის ადამიანი გამოვიდა და მე გაიმეორა ესა, მე ვიღაცა კიდე გაიმეორებს. ჩვენ ხო არ ვიძახით რომ აქ ნებისმიერი მუსლიმები იქნება, ებრაელები იქნება, ნებისმიერ რელიგიურ კონფესიაზე არ შეიძლება ესეთი ტიპის განცხადებები და დაუკვირდნენ სიტყვას უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენთვის ეს ადამიანი არის უწმინდესი. და პატრიარქზე მსგავსი ტიპის განცხადება არის შვითეული ჩვენთან არის შეურაცხყოფა. და ეს ხალხი იმის მაგრად რომ გამოდიოდეს საია საერთაშორისო გამჭვირვალობა და გმობდეს ვაჭარაძის განცხადებას, ამას კი არა გმობს. გმობს იმას რომ როგორ გაბედაო იმანო რა ქვია, ნუ ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა რომ ისა რა ქვია გააკეთა განცხადება რომ ავანტყოფი უწოდაო. მე ვფიქრობ რომ არა მარტო ეს არის ავანტყოფი. ის ადამიანებიც დიდი ავანტყოფები არიან, ვინც პოზიციას იზიარებენ.
ტაბულაში არის ერთ-ერთი პიროვნება, მძიმე კაცის გადაცემაა და კაცი კითხვას უსმობს, რას დააჭერინებთ ქართველ დედას ხელში. აი ნორმალურია ის ადამიანი? აი ყველა ვისაც იწვევს სტუმარს, ეუბნება, რას დააჭერინებთ ქართლის დედას ხელში. აი ხა მითხარით და ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ? აი კაცი რომ ამას შეეკითხება და ჩვენში უკვე შევაჩვიეთ რომ ეკლესიას უნდა დავარტყათ. ნუ ეხლა ყველაფერს ხა დააბოლავებს ეხლა რა კონტექსტია და რა კითხვის დასმის როგორი ფორმულირებაა ეხლა რას დააჭერინებ ხელში